მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, მშვიდობა, წყალობა და კურთხევა არ მოგაკლოთ ღმერთმა, დაგლოცოთ და გაგახაროთ. ვისაუბრებთ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე. დღეს ყოველ მხრივ გახდა პოპულარული გაზეთ-ჟურნალების, გვერდებიდან, რადიოთი თუ ტელევიზიით, სხვადასხვა შოუებით მოწოდებები გაისმის, რომ ჩვენ ვეძებთ ვარსკვლავს, ან 1000 შოუა ცეკვავენ ვარსკვლავები, აჯიბრებენ ვარსკვლავებს რიგით მოქალაქეებთან და მოკლედ ერთი ამბავია ატეხილი აი ამ საკითხთან დაკავშირებით და ისინი ჩვენი ვარსკვლავები როგორც წესი საზოგადოების ყურადღების ცენტრში არიან, ყველა საინტერესებს მათი ყოფითი ცხოვრების რიტმი, მათი ჩაცმის სტილი, პირადი ცხოვრება, კარგად ყოფნა თუ ავად ყოფნა, მათი ცხოვრება დაწვრილებით არის შესწავლილი, შეიძლება ითქვას, მრავალი მოქალაქის მიერ, ამას კარგად უწყობს მასმედია ცხელს, ერთი სიტყვით ნამდვილი ვარსკვლავამანიაა და შეიძლება ითქვას, ბუმმა მოიცვა საზოგადოება აი ამ ტალანტის ვარსკვლავის ძებნაში. ეს გარემოება დომინანტური გახდა თანამედროვე ცხოვრებაში და მომავალ ვარსკვლავებს დღეს ყველგან ეძებენ და სწორედ მათ უწოდებენ ტალანტებსა და ნიჭიერებს და რა თქმა უნდა პიკი აი ამ ვარსკვლავამანიის გახლავთ ჰოლივუდი თავისი ოსკარებით, თავისი წითელი ხალიჩებით, ეს ნამდვილი და უმაღლესი დონის თაყვანისცემა საკუთარი მესის, საკუთარი პიროვნებისა. ამდენად ერთობ მნიშვნელოვანია გავერკვეთ ჩვენ, რას ნიშნავს გქონდეს ჭეშმარიტი ტალანტი, რას წარმოადგენს ის თავისი არსით. ვიდრე ტალანტის ძებნას მით უფრო მის რეალიზებას შეუდგებოდეთ, ძმა უნდა დანო, იქნებ მანამდე გვეკვლია ეს საკითხი უფრო საფუძვლიანად. ერთი შეხედვით ვინ უნდა იცოდეს აი ამ ტალანტის არსის შესახებ, თუ არა ვარსკვლავმა და ის ალბათ კვალიფიციურად მოგვითხრობს ამის შესახებ, მაგრამ თუ კითხავთ მათ რა არის და ვინ არის ტალანტი და ჭეშმარიტად ნიჭიერი, ხშირ შემთხვევაში ვერ მოისმენთ მის სწორ განმარტებას და ისინი თავის ნიჭიერებაზე იწყებენ საუბარს, თუ რა ნიჭი გააჩნიათ მათ, ზოგადი მონახაზი მათი შეხედულებისა შემდგომში მდგომარეობს, რომ ტალანტი ერთგვარი ნიჭია, მიიქციო ყურადღება, ანუ არის უნარი, დააგიპნოზო მაყურებელი, ასე თქვათ, მსმენელი და ესეთ პასუხში თვითკმაყოფილება უფრო ჩანს, ვიდრე ჭეშმარიტი არსია ამ მოვლენისა. ერთი სიტყვით, მათი ამოცანაა, ესე იგი ვარსკვლავებისა, მოაწონონ თავის საზოგადოებას, მოხვიბლონ მაყურებელი, ეს კი იმაზე მეტყველეს, რომ აშკარა შემოქმედების საფუძველში შეიმჩნევა ამპარტავნება და თავმოყვარეობა. ლექსიკონის თანახმად ტალანტი არის უმაღლესი ბუნებრივი ნიჭის რომელიმე სფეროში მოღვაწეობისათვის მონიჭებული და მისი გამოყენება. სახარება ტალანტზე იგავი სახით საუბრობს, ერთი შემთხვევა, როდესაც მათე სახარებაში საუბარია 5 კანკარზე და მეორე შემთხვევა ეს, როდესაც ლუკა მახარებელი საუბრობს 10 მნაზე. ეს ფულის ერთეულებია, რომლებშიც მკითხველმა, რა თქმა უნდა, სათნოებები უნდა იგულისხმოს და დაინახოს. მათე სახარების იგავში ერთი კანკარის მიმღები, როგორც ვიცით ჩვენ ცნობილია, არ მოიქცევა ისე, როგორც პირველი, რომელმაც 5 კანკარი მიიღო და 5 საპასუხოდ მიეცა, 3 ვინც მიიღო 3 განამრავლა და ეს ბოლო უკანასკნელი აყვედრის უფალს სხვადასხვა სიტყვები და შემდეგ ეუბნება, რომ წარვედი დავმალე კანკარი იგი შენი ქვეყანასა, რისთვისაც მიიღებს, რა თქმა უნდა, ჯეროვან პასუხს და საჭილს. განმარტებლები ქვეყანაში, ანუ მიწაში, ამ ქვეყნიურ სიამტკბილობას გულისხმობენ, ამასოფლის საზრუნავებს და ეს ადამიანი
არ ფიქრობდა, როგორც ხედავ ჩვენ სულიერზე, არ ჰქონდა მას სიყვარული ღვთისა, არც მოყვასისა და ამიტომ მას წაერთვა ის, რაც მას ჰქონდა, ანუ მადლის სული წმინდისა. მეორე იგავით თითქმის იმავე შინაარსისა, ვინმე აზნაური წარვიდა შორს სოფელსა, დაუტევა 10 მონათა 10 მნა და რქვა ამათო, ვაჭრობდეთო ამასა, ვიდრემდე მოვიდე. აქაც ვაჭრობაში განმარტებლები სათნოებების გამრავლებას გულისხმობენ და ეს სათნოების გამრავლება მრავალ შრომასა და ღვაწლთან არის მოგეხსენება დაკავშირებული და რიცხვი 10 კიდე წმინდა წერილში ყოველთვის სრულყოფილების სიმბოლო იყო. ის ვინც მოიტანდა 10-ჯერ მეტი მნაი უნდა ვივარაუდოთ, რომ მან ყველაზე მაღალი სათნოებები აღასრულა. ანუ ავრცელებდა სარწმუნოებას დედამიწაზე, ქადაგებდა განუწყვეტელი ლოცვით, კაცობრიობისათვის, სულიერად ასაზრდოებდა ადამიანებს, რა თქმა უნდა, თავადაც იყო დიდად სულიერი ადამიანი და ეს ყველაზე რთული მსახურებაა. ეს განუწყვეტელი მოწამეობრივი ღვაწლია და ეს მოციქულებრივი მოღვაწეობაა, ხოლო მესამე, როდესაც მოვიდა, ეს თქვა ესეთი რამე, რომ უფალო, აჰა, ვერცხლი შენი, რომელი მაქვს უნდა დაგძალული სუდარასა. რას ნიშნავს მანდადანო სუდარა? ანუ სამოსი თქვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელსაც გარეგნულად წესიერად მოაქვს თავი, თითქოს არ აქვს არანაირი ცოდვა, ნაკლი, შეიძლება სულიერად ცივი აღმოჩნდეს, გულგრილი აღმოჩნდეს. მისთვის როგორც ჩვენში იტყვიან, სხვისი ჭირი ღობის ჭხირიაო და ეს საშინელი სენი განსაკუთრებით დამახასიათებელია ძმანო და დანო ჩვენი დროის ადამიანებისთვის. ესე იგი, როგორც სახარება გვაუწყებს ჩვენ, ტალანტი არის არა ბუნებრივი, არამედ ღვთის ნიჭი მიმადლებული ადამიანებისათვის. თუ როგორ განსხვავდება ბუნებრივი ნიჭი ღვთისბოძებული ნიჭისაგან, საინტერესო მოსაზრებას მღვდელი ვლადიმერ სოკოლოვის წიგნში ვკითხულობთ მისტიკა და თუ სულიერება და იქ წერია ესეთი რამე, რომ ბუნებრივი ნიჭი ადამიანში არსობრივად ნაკლებად დამოკიდებულია ადამიანზე. ის ადამიანი მხოლოდ მისი მფლობელია. ტალანტი კი ნიშნავს უნარს განავითარო მონიჭებული ნიჭი. მისცე საზოგადოებას რაღაცა ახალი, ღვთაებრივი, მაგრამ ამის მიცემა ბუნებას რა თქმა უნდა არ შეუძლია. ის თავადაა ქმნილება და ემორჩილება მკაცრ კანონებს, რასაც არ უნდა ქმნიდეს. ის მაინც ვერ გასცილდება, ესე იგი, აი ამ ბუნებრივ კანონებს. ესე იგი, თუ ტალანტი ბუნებრივი ნიჭია, მაშინ ძმაუნდა დანო ადამიანი არ არის ვალდებული დააბრუნოს იგი, ანუ პატრონს ღმერთს, ეს ხო მისი თვისებაა, მისი საკუთრება, ხოლო თუ ტალანტი ზებუნებრივი ნიჭია, როგორც ამას სახარება გვაუწყებს ჩვენ, მაშინ ადამიანი ვალდებულია დაუბრუნოს ღმერთს და მოყვას განავითაროს ეს ნიჭი. ჭეშმარიტმა მეცნიერებამ დიდი ხანია დაამტკიცა უსაფუძვლობა იმ დარვინის თეორიებისა და გენეტიკოსებმა დაასაბუთეს შეუძლებლობა ერთი სახეობის მეორეში გადასვლისა, ის ცრუ თეორიები დარვინისა იქნა მხილებული, მათ მეცნიერებმა აღიარეს, რომ ცხოვრება დედამიწაზე არა უჯრედ, არამედ ერთდროულად ყოველ ცოცხალ არსებაში დაიწყო. ამრიგად, ბუნებრივი ნიჭის მართვაც ბუნების მიღმა მდებარეობს ძმანო და დანო. ქრისტიანისთვის ეს კარგად არის ცნობილი, იმიტომ რომ მას კარგად სწამს და სჯერა, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო და ყოველივე რაც შექმნილია, ყოველივე მის მიერ არის ქმნილი. საქმე ისაა, თუ ვინ როგორი საზომით ზომავს აი ამ მოვლენას, იმის მიაჩნია მას ტალანტადაც. აი თანამედროვე ადამიანისათვის ყველაფერი ნიჭი და ტალანტია. მაგალითად, კაცი შუშას ჭამს და ამბობენ ნიჭიერიაო, კბილებით რაღაც ტონობით ტვირთი შეუძლია დაძრას, ან თავით მრავალი აგური გატეხოს და ამსხვრიოს,
და ასევე იძახიან ნიჭიერიაო. ხშირად ასეთი მიღწევები დაკავშირებულია ზნეობრივი კანონების რღვევასთან, პირდაპირ უზრდეობასთანაც კი და მაინც ნიჭიერიაო. პრინციპი ყველგან ერთია. შესანიშნავი მიღწევაა საჭირო, ის რეკორდსმენი უნდა გახდეს, ნობილი პიროვნება, ვარსკვლავი. მაგრამ უწოდო ასეთ მოღვაწეს ჭყალებში და ასეთ მიღწევებს ტალანტი რაღაც მე პირადად არ მიბრუნდება ენა. ზოგს სხვადასხვა ენებზე საუბრის, ზოგს განმარტების ბოლოს ბრძანებს მაცხოვარი, რომ ყველას თავისი ნიჭი და შეხედულება ეძლევა ღვთისაგანო. და რას ხედავთ ჩვენ თანამედროვე ქრისტიანებში, ძმა უნდა დანო, შეინიშნება იგივე სული? დღეს, როდესაც ნებისმიერი მიღწევა რაღაც შინაარსს კარგავს და რაღაც თვითმიზანი გახდა, ესა აბსურდული შეჯიბრი, ძმა უნდა დანო, აი ამ ნაკვები ამპარტავნებითა და პატიმოყვარეობით და თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში საერთოდ გააქრა ცნება, ცოდვა. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა, რომ აი ამ ნიჭიერის კვალიფიკაცია დღეს ნებისმიერს მიესადაგება. დანაშაულის ჩამდენსაც კი დღეს კრიმინალურ ნიჭის მქონე ადამიანად აღიარებენ და სხვათა შორის ქართველებში ეს ნიჭი როგორც ჩანს მოჭარბებულად შეინიშნება, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში მოღვაწეობის ბრწყალებში დროს. ამრიგად ტალანტი მაშინ იქცა ზოგად ცნებად, როდესაც მას ბუნებრივი და არა ღვთაებრივი ნიჭი უწოდეს. არ შეიძლება ძმა უნდა დანო ღვთის ნიჭი იყოს ის, რაც მის მცნებებს ეწინააღმდეგება. თანამედროვე ადამიანი ცხოვრების არსს არა ცოდვისაგან განთავისუფლებაში, არამედ თვით რეალიზაციაში ხედავს. ეს ერთი შეხედვით თითქოს და არ არის ცუდი რამ, ხოლო თვით რეალიზაცია ის ზედაპირია, რომელზეც არ აღმოჩნდა ადგილი ღვთისთვის და ადამიანს მიაჩნია, რომ ის თავისით ქმნის შედევრებს, თავისით აღწევს სიმაღლეებს, თავისით იწყობს კარიერას და ბოლოს ხდება ვარსკვლავი, თვითკმაყოფილი ერთგვარი ღმერთკაცი ბრწყალებში, რომელმაც სწორედ რომ საკუთარი ნიჭის და არა ღვთის ნიჭით მიაქციეთ ყურადღება, მიაღწია ყოველივეს ამ ქვეყანაზე. ჩვენის მხრიდან კრიტიკა არ იქნება შედეგიანი და სამართლიანის, თუ ჩვენ არ ვიცით რითი ჩავანაცვლოთ ჩვენ აი ეს დამახინჯებული აზროვნების სტერეოტიპი და ერთი სიტყვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტალანტი მარადიული ცნებაა, ძმა უნდა დანო, რომელიც მიმადლა ღმერთმა ადამიანს. ეს არის უნარი რეალურად შეერწყა, შეაერთო მარადიულობასთან ღმერთში ყოფნით საკუთარი სული და ეს არის პირდაპირ თქვას უნდა თვითმიზანი ადამიანისა, განღვთოება. თავდაპირველად ტალანტში იგულისხმებოდა და ესეთი განმარტება ჰქონდა, რომ ეს იყო სასწორი, საზომი. ანუ ტალანტი არის ერთგვარი საზომი უმაღლესი უნარებისა და არა რაღაც ნებისმიერი უნარისა, რომელიც შეიძლება ადამიანმა გამოავლინოს დღეს. სახარებისეული იგავებით ამას კარგად ადასტურებს და ტალანტი სათნოებაა. ის ეხმარება ადამიანს ცხონების გზაზე და ამავე დროს მოყვასაც ეხმარება ღვთის გზის ძიებაში. ტალანტი ძმა უნდა დანო ნიშნავს ეძიოს ღვთის დიდება და არავითარ შემთხვევაში თავგანდიდება და საკუთარი თავის დიდება. ამრიგად ტალანტი სულიერი ნიჭია, ღვთისაგან მიმადლებული და პავლე მოციქული ბრძანებს ესეთ სიტყვებს, რომ ზოგს ღვთის მიერ ეძლევა სიბზნის სიტყვა, ზოგს ცოდნის, ზოგს რწმენა, ზოგს განკურნებათა ნიჭი, ზოგს სასწაულთ მოქმედების ნიჭი, ზოგს წინასწარ მეტყველების ნიჭი, ზოგს სხვადასხვა ენებზე საუბრის, ზოგს რაღაც განმარტებების და ბოლოს ბრძანებს, რომ ყოველივე ამას აკეთებს ერთი და იგივე სული, ანუ ღმერთი, სული წმინდა, რომელიც მოქმედებს სხვადასხვა
ადამიანს სხვადასხვა ნიჭებს აძლევს, რომელიც თითოეულს საკუთრივ უნაწილებს, როგორც ნებავს თავად მას. ამიტომ ჭეშმარიტად ნიჭიერი ადამიანი იაზრებს რა ამ ყოველივეს, ცდილობს განთავისუფლდეს აი ამ თავისი მესაგან, ეს ცრუ თაყვანისცემისაგან საკუთარი თავისა და ეძიოს ღვთისდიდება და მოყვასისათვის თავდადება. წმინდა მამები ამბობენ, რომ ყველაზე დიდი ნიჭი არის თავდადება ღვთისა და მოყვასისათვის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის უნარი მოაგვტინო შენში ის ყოველი ცოდვისმიერი აზრი და მოიპოვო ჭეშმარიტი გამხდოება და უნგანური თანგანწირვა მსახურების შედეგად პიროვნება ჭეშმარიტი ადამიანი ხდება. ჭეშმარიტი მოქალაქე ზეცისა, ესეთი იყვნენ ძმაუნდა დანო მოციქულები, ყველა წმინდანი და ეს გზა გვაქვს გასავლელი ყველა ჩვენთაგანს. მაგრამ ღმერთს მხოლოდ განსაზღვრული უნარებით უნდა ვემსახუროთ და არა ნებისმიერი უნარი, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანს. ანუ ღმერთს ვერ ვემსახურებით ჩვენ ხანგრძლივი ცურვით, ან სხვაზე მეტი ხინკალის ჭამით თუ ლუდვის სმით, ხო? ესე იგი, ტალანტი არ არის ყოველგვარი უნარჩვევა, არამედ სპეციფიური, რომლითაც ჩვენ ვემსახურებით ღმერთს, რომლითაც ჩვენ მივემსგავსებით ღმერთს. და ტალანტი ეს არის ღვთის ნიჭი, ამიტომ ის უნდა დაუბრუნდეს თავის პატრონს.